Vaya con Iris. Ajá, una vez. Mointane. Undan. Știu, da. Aha, y siete huecos tuiria. Aici. Ay, cállese. Es como დაგისხა? დრომიდის არიცდის სულ ყველას გაგვატია სივია გავათბო? და ყველას დილამ შვიდობისად კაბილებო კარგებოდა ძვირფასებო აბა როგორ ბრძანდებით na 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 Vaya es. Tbilia. Arts ცხელია, არც ცივია. ცა. La 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 la. ესე იგი მე გადამიწოდე ხახო რა ვჭამო. ესე იგი მინდა ბანანი, ხაჭო და იოგურტი. მინდა შემწვარი კვერცხი და ასევე მინდა ყავა და ტკბილი. და რომელი ვჭამო არის, სამივეს ვერ შევჭამ ერთად. PMS-ის კითხვები. აი მე ყავა მინდა ყველაზე მეტად, ეხლა რო ვფიქრობ ამიტომ დავიწყოთ კოფეთი. კოფათი. ტრალი ლალი. ლალი ლალი. ნანი ნანი. ნანი ნანი. Oh! Ra 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 ra. Ra 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 ra. Na 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 na. შვიდი. გრამ. და შახარი 6 გრამ. ექვსი გ შაქარი. რამე ისეთი ყველი მინდა ვიყიდო მისატანებლად, აიწება ალპური და ეგეთი რა. ყოჩა. ესენ. და აბა ვნახოთ იმედი ათხილი არის. კი. ჩემი დოზა არის. ესე იგი 3 დღეა ეგეთი რაღაცა დამემართა ხალხო, რომ 3ჯერ მოვხარშე წიწიბურა. ნუ ყველასთვის, მაგრამ მინდოდა და იმიტომ მოვხარშე რა. არც ერთხელ არ შემხვდა. აიმე. ეხა მოვა, ეხა გადმოვა. მეხსიერება მოწურულა მე აქ გელაპარაკებით ქაქან ტრესტი. ხო და ეს კი თურმე გამორთულია და არც ვიცი როდიდან არის გამორთული. და ბოლოს რა გაიგეთ ჩემი ნათქვამიდან. მაგრამ არა უშავს ისეთი შეუფასებელი არაფერი მithქვამს რომ ფერ გაგეგოთ და რამე დაგეკარგონ. არ შემიძლია. მოდი.
ვიტუნი. Tagaya. ნინი ლამაზო დილამშვიდობისა მიყვარხა რომ მარიამა. დილამშვიდობისა ძვირფასო. მარიკა. რა კარგი ხარ ნინიო, მადლობა საყვარელო. ამ პერიოდში შავი შოკოლადი ძალიან შემონიშნა. აბა, ჩამოდი ძირს. ჩქარა. ბონის შემოახტა და კბენდა. ნინი, ძვირფასო გამარჯობა, მინდა რომ ბოდიში მოგიხადო, თავს ძალიან ცუდად გრძნობ და ძალიან მაგრი ხარ. ყოველდღიურად რო ვეღარ გიყურებ. არც ერთ ვიდეოს არ ვტოვებ, ყველას ვუყურებ. შეიძლება ერთი კვირა დამოგვიანდეს, მაგრამ მაინც ვუყურებ. უბრალოდ ესე რომ ვეღარ მოგდევ ყოველდღიურად ძალიან მწყდება გული. ეს ბოლო დღეები კი გამოვსწორდი, მაგრამ მინდა იცოდე რომ უსაზღვროდ მიყვარხარ პატივს გცემ. ყველა შენი რჩევა მიყვარს და ვითვალისწინებ მაპატიერა ესეთი დაკარგვისთვის, რას ამბობ ჩემო საყვარელო. ერთი წუთი არის ფიქრო მაგაზე. შენ ხა შენი ცხოვრების დასაწყისში ხარ აწყობ წინ ძალიან საინტერესო და თავბრუდამხვევი პერიოდი გელოდება. რას ლაპარაკობ? მე მყავდნენ ეს ციგოგოშკები, რომლებიც ძალიან მიყვარან დღემდე და სულ მეყვარებიან. რომელიც მიყურებდნენ აბიტურიენტობის პერიოდში. მაგრამ მე ნელ-ნელა რო დაიწყეს სწავლა და რაღაცა, დრო აღარ ქონდათ და ძალიან იშვიათადაც კი აღარ ჩანან ხოლმე. გული მწყდება იმაზე იშვიათადაც რო აღარ ჩანან ხოლმე და რაღაცა, მაგრამ მე ხომ ესმის ყველაფერი, ანუ ეს ისეთი მშვენიერია. ანუ როცა ადამიანი ზრდასრულია, მიყურებს, ანუ ყველაფერი უკვე დალაგებული აქვს. ხავისაა ყველაფერი დალაგებული საქართველოში, მაგრამ შედარებით ვიძახებ. ეგ ადამიანები რო არ ჩანან, ნერვიულობ ხოლმე, რომ მეთქი რამე ცუდი ხო არ მოხდა. მაგრამ ეხაც არის რამდენიმე, რომელზეც ეგრე ვფიქრობ. იმიტომ რომ ჩემგან არაფერი არ წყენიათ, ეგ ვიცი. ხო და მეთქი მაღელებს ხოლმე, ხო კარგად არიან. და შენ და ახალგაზრდები რას ლაპარაკობ? თქვენ უნდა იცხოვროთ, უნდა გაშალოთ ფრთები, უნდა იფრინოთ, უნდა დატკბეთ. ერთი წუთი არ გაქვს საბოდიშო არაფერი. მე რომ მიყურო და შენ მაცხოვებამ გვერდზე ჩაგეროს, ეგ იქნება ჩემთვის საშინელება, რას ლაპარაკობ. ძალიან მიხარია, რომ დაკავებული ხარ, ჩართული ხარ შენ ცხოვრებაში, ძალიან ბედნიერო. როცა შეიძლება მაშინ მიყურე, საერთოდ არის ფიქრო მაგაზე, ანუ 1%-ად. რა გაქვს ან საპატიებელი, ან საბოდიშო, საერთოდაც რო ვეღარ მიყურო და 1000-ში ერთხელ გამოჩნდე ხოლმე, უბრალოდ მომწერ ხოლმე შენი ამბები მომწერ, როგორ ხარ აშვები და მე ძალიან ბედნიერი ვიქნები მაგითი. ჩემო საყვარელო. მაგალითად საერთოდ არის დადო. ნატო. აი ჩემი ნატო გამოჩნდა. ერთი წუთის წინ დაწერილი კომენტარია. მინი რა კაი ხასიათზე დამაყენე. გოგო პოზიტივი ხარ. ნინი 21 ნოემბრის ვლოგზე მოგწერე, წაიკითხე გთხოვ. აუცილებლად კბილო. ნახტობა.
ხა? აბა ვნახოთ ნატო რა მომწერე. რო არ არის? ნახე. 21 ნოემბერი. არ არის. ანუ არ მიჩვენებს შენ კომენტარს. მაგრამ არ მიჩვენებს. აბა არ მიჩვენებს, არ ვიცი რატო. იქნებ მე ეხა დამიწერე? ზოია. მინ შემოკარგო რა კარგია. ერთიან დრო ფუსფუსებთ ამას რჩევს უფალმა დაგლოცოთ ყველა მიხარი ხართ ხო ძირფასო ძალიან გვაქვს ეგეთი ტრადიცია ჩემი დამსახურებით. ანუ ადრე ძალიან ვიღლებოდი ხოლმე. ეხა თუ უცნაურად ისმის ჩემი ხმა ვიდეოში ცოდეთ რომ ევას მუსიკები აქვს ჩართული და მე მომწევს რომ ეგ ხმა ჩამოვაშორო ვიდეოს და რაღაცნაირი ხმა შეიძლება გქონდეს მე. ხო და ადრე ახალ წელს ძალიან ვიღლებოდი ხოლმე რა. ამდენ რაღაცას ვაკეთებდი. ფეხის ქუსლები მткиოდა, წელი მткиოდა, ზურგი მткиოდა. და ახალი წელი მოდიოდა. აღარაფერი აღარ მინდო, ესეთ დაღლილი ვიყავი. აღარ ცმა, აღარც ჭამა. აღარც სიხარულის თავი მქონდა. აღარაფერი. ერთადერთი რასაც კიდე ვაკეთებდი იყო კიდე ჭამა. მაქსიმალური წონა მქონდა სხვათა შორის მაგ პერიოდში. ხო და მერე დავიწუწურნა ერთხელ სახლში. მეთქი ეს ვიღლები რაღაცა და ყველა ბიჭებმა ერთხმად მითხრეს. გეხმარებითო. რა პრობლემაა? შენ გითხარი რა გავაკეთო? ბა ჩამოვარდა. მეთქი ოკეი. და მე დავიწყე მარტო ახალი წლის პერიოდში. ვეხმარებდი. ვიცი რა? აი მარტო იმის რომ დაგეხმარონ რომ ვიღაცამ რაღაცა გაერეცხოს, ვიღაცამ რაღაცა დაჭრას. უკვე იცი რამხელა ენერგია იზოგება? ზღვა. ხო და რადგან ყველას უნდა ჭამა, შესაძლებელია ყველამ შეიტანოს ამაში წვლილი. საქართველოში გვაქვს ძალიან ცუდი ჩვევები. ანუ გულისხმობ რომ უმეტესად ერთი ოჯახის წევრი მუშაობს და ჩემი მის კისერზე სხედან. კი ბატონო. ყველას არა აქვს ერთი გაქანება და ერთი შესაძლებლობა. ვიღაცას მეტი შეუძლია, ვიღაცას ნაკლები. ვიღაცას შეიძლება 1000 ევრო კონდეს შემოსავალი, ვიღაცას შეიძლება 200 ლარი. მაგრამ ისეთ ცუდად ჩამშვა გულში. ერთ ემიგრანტს ეწერა რომ ისაო ჩამოვედიო და ოჯახის წევრებთან რა და ასეთი არ მუშაობსო რა. ხო და რა უკითხეო, ამ სახლიც გაარემონტესო ესეცო ისეთ არ უკითხეო რომ მეთქი რატო არ მუშაობთო. ხაო შენო ესე 1000 ევროებს შოულუფო და ამდენ საგზავნით ხა მეორე 300 ლარზე ვიმუშაო, სირცხვილი არ არისო. ხოლო სირცხვილი ის არის, რომ იმ 300 ლარზე არ მუშაობს და იმის ფულს ელოდება. შენც უნდა გააკეთო, რაც შეგიძლია, გინასულაც 100 ლარი იყოს.
რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ანუ ბატონო რაც შეგიძლია შენ ის უნდა გააკეთო ხო და კი სიმღერები გიყვარს შენ შენ რაც შეგიძლია ის უნდა გააკეთო მე რაც შემიძლია იმას გავაკეთებ კიდე სხვას რაც შეუძლია ანუ ჭამა ხო ყველას უნდა ჩაცმა ხო ყველას უნდა სადმე წასვლა ხო ყველას უნდა ერთმა ადამიანმა რატომ უნდა ათრიოს ყველა ну ყველამ უნდა გააკეთოს ანუ რა უნდა ჭამა კეთილი უნდა ინებონ და ხეთებში უნდა გარეცხონ კეთილი უნდა ინებონ და რაღაც გაკეთებაში უნდა მოგეხმარონ ანუ ეს დახმარება კი არ არის აი ერთხელ რომ დამიწერეს რომ რატო გეუბნებიან რომ გეხმარებაო კაცო ეგ ხო ნორმაა ანუ ეგრეა მართლა ეგ ნორმაა მაგრამ ჩვენ ქვეყანაში არ არის ეგ ნორმა ჩვენ ქვეყანაში ესე რომ ერთმა უნდა იმუშაოს დანარჩენები კისერზე უნდა ესხნენ ქალი მოსამსახურე უნდა იყვნენ დანარჩენმა არაფერი არ უნდა აკეთონ არ შეიძლება ეგრე შესაბამისად ეგ რომ გავაცნობიერო თან წინააღმდეგი არავინ არ არის ყველათან ახმაა ანუ რეალურად მათ არაფერი არ აკლდებათ რომ მაგალითად რაღაცა ვიდეოს ყურებას მოაკლონ თუნდაც იქა ეხა როცა სახლშია ხო ტელეფონი უჭირავს ან ტელევიზორს უყურებს ხო რა დაუშავდება ეხა 9 საათი მე რომ დამეხმაროს ან თუნდაც ბავშვებს ხო და თან ნახე გარდა მაგისა რომ მე მეხმარებიან მე კი არ მეხმარებიან თავისთვისაც აკეთებენ პრინციპში თავის თავსაც ეხმარებიან რომ რაღაცის კეთებას აკეთებენ და ადამიანს ძალიან კარგად მოქმედებს სიკიკაზეც რო აკეთებენ და თან გარდა მაგისა ანუ რაღაცა აი ერთად რო ვაკეთებთ რაღაცას ანუ სხვანაირი ატმოსფერო იქნება ხვდები დღესაც სწავლის ატმოსფერო იქნება როცა ყველანი ერთად ვაკეთებთ რაღაცას და რაღაცნაირად თითქოს უფრო გემრიელია ის საჭმელია თუ რა ვიცი რა ხვდები სახლში სხვა ატმოსფერო დგება აი ყველა რო იდგას ამზადებელში და ყველა რაღაც საკეთებს და უკვე გეგონება ახალი წელი მოვიდაო ხალხი ძალიან მიყვარს ეგ ამიტომ გადმოვიტანე რეალობაში როცა ყველა სახლშია და აი რა ვჭამოთ და რაღაცა ისეთ საჭმელია, რასაც კეთება უნდა და არა ხა შეგვარი კვერცხი და რაღაცა. ეგრე ფუსფუსებთ ხოლმე. და ძალიან საყვარლულია. ინგა, ნინო, შენ ყოჩაღი გოგო ხარ, მადლობა ძვირფასო. რუსუდან როგორ მიყვარს თქვენი სახალხო მზადება და ფუსფუსი, ვაიმე მეც ძალიან მიყვარს ძვირფასო. ჩემო გოგო არ ვიცი რა დავწერო იქან უგეშო უბრალოდ გეტყვი რომ შენი თავი არ დაკარგო არა ჩემო საყვარელო ჩემ თავს არაფრის დიდებით არ დავკარგავ ირმა ეგ შაურმა იქნება ყველაზე გემრიელი როგორ ფუსფუსებთ ყველანი ნამდვილად ძირფასო აი ეს სხვა გემო აქვს მაგას ანუ არა საჭმლის არამედ უფრო დიდი რაღაც ლელანი გაიხარდა გამრავლდი უფალმა დაგლოცოთ რა კარგია დიდი ოჯახი ბევრ შვილიშვილებს მოგასწროს ნიჭამთელი და ბედნიერი მიყვარხარ მადლობა ჩემო საყვარელ დედა ვაფშე არ ვიცი როგორი ვიქნები ისედაც არა ვარ და ანუ ის კაცრიან რაღაცა ბებია ვაფშე აი სულ გემრიელობებს რო აკეთებს და ყველაფერს ზერო კისეუბნება შვილიშვილს მე მგონი ეგეთი ვიქნები შორენა ჩემო საყვარელი ჩვენ ვინ ვართ რომ დავიჩილოთ ამ ქვეყნად ყველანაირი სხეულებრივ თუ სულიერ ტანჯვაზე მაშიასაც ჩვენი გულისთვის თვითუფალი გაეკრა თავისინებით ჯვარზე და ყოველი არა ამ ქვეყნიური წამება აიტანა და ვინც ეს წამება უბოძაწილად მათზე თქვა მამა მიუტევე მათ ეს ყოველივე იმიტომ რომ არიციან რას ჩადიანო ვილოცებ შენზე შენს ოჯახსა და ლია დეიდაზე ძალიან მიყვარხართ მადლობა ჩემო საყვარელი როგორი ოქრო გოგო ხარ იანინი ბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი გილოცავ შენ ძლიერი გოგო ხარ გაუძელი ჩემო კარგო რასიზავ ია ჩემო საყვარელო მადლობა ეგა ბედნიერი ახალი წელი ნინი მადლობა ძვირფასო სოფიო კინინი ეგ ერთჯერადები მანდ უნდა ჩადო რომ მაფინი ზევი წავიდეს და გუმბათი გაუკეთეს და თუ მაგ ერთჯერადით შედებ გუმბათში მხოლოდ მაშინ ძალიან გაიწყლაპება და თებში ვიდგაშლი უი ეგ არ ვიცოდი ძვირფასო კი მასე გავაკეთე ზუსტად და ისეთი კარგები გამოვიდა უკვე შეჭამეს ძალიან საყვარელები იყო ამო ფულ და ესე ზუსტად თავები გაიკეთა და ძალიან საყვარელი იყო. ქეთი ეს რეფორმა არის განათლების კატასტროფა საკმაოდ მეტად
საკმაოდ მეტად რთულდება ყველაფერი ეს უფასო სწავლა როგორ იქნება, რა შანსი ექნებათ ბავშვებს იქ მოხვედრის, არ ვიცი. ამბობენ ზოგიერთი ფაკულტეტი ექნება მხოლოდ სახელმწიფოს, რატომ კეთდება ეს და რატომ ურთულებენ ბავშვებს რაღაცის მიღწევას, ვერ ხვდები. ხო, აი რა ვიცი, არ ვიცი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი რა ვარაუდებიც გამოითქვა, ეგრე არ იქნება, იმიტომ რომ თუ ეგრე იქნება, რა ვიცი, ეს კატასტროფა, აი სრული კატასტროფა. აი არ ვიცი просто. იმ დღეს ხო დავრეკე მე ილიაუნიში, რომ გამერკვია, რომ ისა რამდენი ბიოლოგია ბარდებოდა და რამდენი ისტორია და მითხრეს, რომ არ ვიცითო, ანუ თქვენ საიძეს ეწერია ნაექჩიზე ესეა მეთქი და ანუ წესითო ეხლა წელს როგორ იქნებაო იანვარში ქვეყნდება ხოლმეო, მაგრამ საერთოდ არ ვიცით რა იქნებაო, ისიც კი არ ვიცითო ფაკულტეტი ფსიქოლოგიის გვექნება თუ არაო. მეორე თუ მესამე დღეს დავწერე ამ რეფორმის გამოცხადებიდან. ხო და რავი, გული ჩამწყდა. არ ვიცი მართლა. კიდე მინდოდა ერთი რაღაცა აღმენიშნა. რამაც ძალიან გული გამითბო, მომწერა ჩემმა მაყურებელმა გამომწერმა ანამ, ძალიან საყვარელმა გოგომ. მითხრა რომ გიყურებო და ეხა მეო გავდივარო ისტორიასო და ისტორია უნდა ჩავაბარო, ფსიქოლოგიაზე ვაბარე, ილიაუნიშიო და ისა ჩაგიგდებ ხოლმეო შემოკლებულ კონსპექტებსო. ყველა იმაზეო. ანუ აი ისე გამითბა გული, ისე გამიტკბა გული, რომ რა ვიცი, ვიდექი და ტიროდი, ან წარმოიდგინეთ, ხო, მე ხო არ მithოვი ამისთვის ეს არავის არ დაუვალდებულებია, თავისი აბიტურიენტი 1000 საქმე აქვს რაღაცა დაკავებულია და ანუ თვითონ შემომთავაზა ეგეთი რაღაცა, რა ვიცი, ისე გავბედნიერდი, რომ მეტი არ შეიძლება. კი გადავხედე, მაგრამ ისევ იგივე აზრზე დავრჩი, რომ მე მგონი ჩემთვის ბიოლოგია ჯობია ვიდრე ისტორია, იმიტომ რომ ვერ მოვასწრებ უბრალოდ ამ წელში. იქითა წელს რომ ვაბარებდე შეიძლება, მაგრამ ამ წელში მე მგონია რომ ვერ მოვასწრებ უბრალოდ. ბიოლოგიის მეშინია და თქვენობით ვარ მასთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიოლოგიას უფრო გავქაჩავ რა, ანუ რასაც გავიგებ მეცოდინება და იმაზე იმის იმედი, რომ რასაც ვისწავლი მე მახსოვრება არ მაქვს და ეგ მაშინებს. It's not really down. Down. ირინ ტოპელ ამ რეჟიმს ქვეყნის განადგურება აქვს ჩაფიქრებული სწავლის საშუალებას არ აძლევენ ბავშვებს, ვისაც შეუძლია გარბის, ვინც დარჩება მსახურებად იქნებიან კორუმპირებული რეჟიმსა და უცხოელებისთვის, ან რა ფასებია საკვებზე წამალზე. იცი რა არის? რანაირად უნდა გინდოდეს იმ გემის განადგურება, რომელშიც თვითონ ზიხარ. რავი. გინდა არ გინდა აისახება. საფონინი საყვარელ ყველაფერი კარგად იქნება უფლის ნებით. სწორად ფიქრობ და სწორად გადმოსცემ იმ შეგრძნებებს და იმ ტკივილს, რაც
ზუსტია. მეგობარ მომწონს შენი სადაფრთხილები, ლამაზი და ნაზი თითები გაქვს. მადლობა ძვირფასო. ესე იგი იმდანად გამითხელდა თურმე ფრთხილები, რომ ფაქტობრივად ფრთხილები აღარ მაქვს ზედა ნაწილი. ეხლა რაც მოვიხსენი, ნელ-ნელა წამოვიდა, ანუ თან ხო იზრდება ფრთხილი, მე კაი სწრაფად მეზდება სხვათა შორის ფრთხილი და ნელ-ნელა იმაშვება რა, თორე აი რა ვიცი, ძალიან მქონდა ისა. წამოიზარდა, წამოვიდა ცოტა. მე არასდროს არ მქონია ისეთი მოკლე, აი ეს რო უფრო დიდი ყოფილიყო, შიგნით რო ხორცებია, ხო იცი? არც ვიკვნე დავდი და დაჭრითაც ეს აღარმად ვერასდროს ვერ ვიჭრიდი. მაგრამ ეხა თავისით ფრთხილი მეტი უბრალოდ არ იყო და არც იზრდებოდა, ისეთი თხელი იყო, რომ იფრცხნებოდა პირდაპირ. ხო და ეხა ნელ-ნელა დაიწყო ცოტა მოზრდა, ანუ მოძლიერება რა. ანუ რეალურად ესე სახის წვალება რო გინდოდეს რაღაცის ამოღება, ფრთხილები არ არის, ანუ იღუნება, წარმოგიდგენთ, ეს თხელია. როზეტა, ჩემი საყვარელი როზეტა, ბედნიერი უნდა იყო და ბედნიერი დედა ხარ. ძლიერი გოგო ხარ, ძალიან ძლიერი. მადლობა, ჩემო საყვარელო. უდიდესი მადლობა. მარიამო, აი ბრილიანტი როგორც წqinავს, ისე წqinავს შენს ლამაზ ხეულში შენი კეთილი გული. ვაიმე, ზუსტად ბრილიანტი ვით გაქვს გული ნათელი, ბრწყინვალე, დიადი, წარმოუდგენელი რაც გამოიარდა, რაც გადაგაქვს, არასოდეს ამდენი წელი გიყურებ შენ სიტყვებში, შენი გულის ამოთქმული არც ერთი სიტყვა არაფერთან მიმართებაში სიძულვილით არ მახსენდება. ჩემო საყვარელო, როგორც ძალიან მიყვარხარ. პირდაპირ გულში გაიარე შენი სიტყვებით, ხო? ეგრეა ზუსტად. ჩემო საყვარელო, ძალიან მიყვარხარ. კიდე რაღაც კომენტარები, მაგრამ მე წავიკითხავ. მიყვარხართ ძალიან. მე იმედება, რომ ხართ, თქვენი ყოფნა, თქვენი არსებობა. თქვენ და ჩემი სულიერი კავშირი. აი ეს რო შემიძლია მოვიდე და ამდენ ადამიანს ასე გულწრფელად ჩემი გულის ნადები გაგანდოთ. ეს რავი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი. ჩემთვის არის სრულიად შეუფასებელი რაღაცა, აი საოცრება. საოცრება. თქვენ ხართ ჩემი საოცრება. ეგრეა. გაკოცეთ.